Cette fois c'était la dernière. Tu peux croire que c'est qu'une crise, mate une dernière fois mon derrière. Il est à côté de mes valises, tu diras au revoir à ta mère. Elle qui t'idéalise, tu ne vois même pas tout ce que tu perds. Avec une autre, ce serait pire. Quoi, toi aussi tu veux finir maintenant? C'est le monde à l'envers, moi je le disais pour te faire réagir seulement. Toi t'y pensais. 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 Rendez-vous, rendez-vous, rendez-vous au prochain règlement. Rendez-vous, rendez-vous, rendez-vous surtout au prochain rêve. Rendez-vous, rendez-vous, rendez-vous au prochain règlement. Rendez-vous, rendez-vous, rendez-vous surtout au prochain rêve. Les mêmes, tous les mêmes, tous les mêmes, et y'en a marre. Tous les mêmes, tous les mêmes, tous les mêmes. ერთი ავთო შენი და ჯეკი მე მინდა წარმოგიდგინოთ ავთანდილშონია და ელენე დავითაი და ვინც გამოიცნობს ელენე რამდენი წლის არის იმას პრის გადავცე. აბა ხელისაწევით. ისე იკითხე რომ 14 15 არა. მეც ესე მგონია. აბა 13. 12 წლის. არა. მოგოჩაღ. ავთანგი არის 15 წლის და კარგი ამბავი არის ის რომ 6 და 7 დეკემბერს ქალაქ ვილნიუსში ჩატარდა საერთაშორისო რეიტინგული შეჯიბრებების სპორტულ სამეჯლისო ცეკვებში როგორც წესები მოითხოვს უნდა ესე ვთქვათ თავის ასაკობრივ კატეგორიაში თუმცა მე როგორც ვიცი უფროსების კატეგორიაში იცეკვეს და რა შედეგი დამთავრდა ეს ყველაფერი ამას მოგვიყვებიან თავად და ჩვენი სტუმრები მათ შორის ვანო კანდელაკი საქართველოს სპორტ ცეკვების ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სანამ ამოისუნთქებენ ბავშვები პრინციპში მანამდე მოგვიყვებით რა მოხდა ვილნიუსში ჩვენ 5 და 6 დეკემბერს ვიყავით ვილნიუსში, სადაც ტარდებოდა საერთაშორისო შეჯიბრი და ავთო და ელენემ პირველად სცადეს ესეთი დიდი საერთაშორისო შეჯიბრი, იმიტომ რომ იქ იყო 50 წყვილი პირველ დღეს ახალგაზრდების ქვეჯგუფში და მათი ქვეჯგუფი არის იუნიორი 2, ანუ ეს არის რანგით შედარებით დაბალი, ასაკობრივად დაბალი უბრალოდ. და იყო ჩემთვის გასაოცარი ის, რომ 50 წყვილში მათ მოახერხეს და მე-10 ადგილზე გავიდნენ, ანუ ტურიდან ტურში გადადიოდნენ იქ და როდესაც უკვე ნახევარფინალში ვიხილე, ეს უკვე საოცრება იყო და მე-10 ადგილზე გასვლა და ცხადია, საჯებმა იქ მაშინ მიაქციეს ამას ყურადღება. და ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი მათთვის იყო მეორე დღეს იუნიორ 2 ქვეჯგუფი, სადაც ასევე 40-მდე წყვილი ღებულობდა მონაწილეობას 12 ქვეყნიდან და ნუ გარდა იმ ფაქტისა, რომ ისინი გავიდნენ ფინალში და დაიკავეს მეორე ადგილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რომ მათ მოუგეს ფინალში მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილზე გასულ წყვილს. ანუ ყოჩი. რა შეგრძნება როცა უფროსების კატეგორიაში ცეკვავ, იმიტომ რომ ასაკით უფროსი ნიშნავს უფრო გამოცდილს, უფრო დიდი სავარჯიშო სტაჟის მქონე მოცეკვავეს, ხო? და შენ ხარ 12 წლის. რაც ჩემთვის იყო მართლა ჩვენ მაკიაჟმა შეგვიყვანა შეცდომაში, ხო? მოგვიყევი. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავხადო ჩვენ წარმატება არის ბატონი ვანოს დამსახურება და მეორედ მინდა გადავხადო ჩვენ დიდი მადლობა ჩემს პედაგოგს როსტომ აროშვილს, რომელიც მეხმარება კაბების შეკერვაში და მაკიაჟში ყველაფერში ხას მიწყობს ყველანაირად და რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა. იმიჯი თავიდან ბოლომდე არის? კი, ყველაფერი ჩემი მასწავლებლების დამსახურება. ხო, ისე სკოლის გაცდენა ხშირად გიწევთ? არ მიწევს. მან ვახერხებ ყველანაირად, რომ ეს ცეკვას და იმებს შევთავსო ერთმა ეს ყველაფერს და ვიცი, ვახერხებ ყველანაირად. კარგი, გადაეც თუ შეიძლება მიკროფონი შენს მეწყვილეს. რადგან ცეკვავთ ერთად უკვე საერთაშორისო შეჯიბრებებში ერთად გამოდიხართ, ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ თქვენ ხართ წყვილი და ყოველთვის იქნებით. თუ ეს რაღაც ჯერ საცდელი არა, ჩვენ ვარ წყვილი და ყოველთვის ვიქნებით. ერთმანეთში ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ორივეს როგორც დაძმა ისე გვყვას ერთმანეთი და ერთმანეთთან ძალიან დიდ პატივს და
არასდროს არ დავიშლებით ჩვენი წყული. კარგი და გეგმები არის რამე კიდევ ამასთან დაკავშირებით რომ მსოფლიო ჩემპიონატები ჩვენ სახეობაში ტარდება სწორედ იუნიორ 2 ქვეჯგუფიდან ეს არის 14-15 წლის ასაკის ბავშვები ელენემ ამ ქვეჯგუფშიც კი წესით ელენე არის იუნიორი 1 ანუ უკვე აქაც გარკვეულწილად დაჩაგრულია რომ მას უწევს იუნიორ 2-ში შეჯიბრი და მომავალი წლიდან ვინაიდან ავტო ხდება 16 წლის ისინი უკვე დაიწყებენ თავიანთ საცეკვაო კარიერას ახალგაზრდების ქვეჯგუფში ეს არის 16, 17, 18 წელი და მე 21 წლამდე გრძელდება ქვეჯგუფი under 21. როგორი ქვეჯგუფი დაგახვედრეთ, იცით? ადექი. სხვა შუადღეს ქვეჯგუფი. აბა ვინ გამოდის კრისტინე? შარალალალალალალა. შარალალალალალალა. შარალალალა. შარალალა. როგორი წარდგენა იყო? მე ვიცი რომ ჩვენ მას სტუმარმა წყომა კიდე ერთი ცეკვა მოგვიმზადა, მაგრამ მანამდე აჩიკო შესმაგივრადაც მე ვლაპარაკობ მე მგონი დიდი ქორეოგრაფი, დიდი მოცეკვავე. იმიტომ ჩავიცი რომ არ ჩამოვჩენდი ვიცოდი როგორი სილამაზეც დამხვდებოდა ამ ბლოკში და კაბარო ჩავიცვი. ჩვენ ცრემოდი მაყურებელს გამოვტყდეთ რომ გაგნებაში არ ვართ, ყოველ შემთხვევაში რაღაცა პრაქტიკა მაინც გაქვს. აღარ კაბას გაიცო, მაგრამ არ ახსოვს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა. მარტო კაბა შემომრჩა პრაქტიკიდან. ფეხით შემოგჩა, მინდა გითხრა, არა არა, ფეხი იქამდე ქონდა. რა და დანარჩენი ყველაფერი ქონდა იქამდე. ადექი ქრისტო. შარალალალალალა. შარალალალალა. აი ეს ყველაფერი მას ქონდა. დაბზრიალდი ეს ჩემოს ცოცხლ. მოდი. მუსიკა რა. აუ დავით. რამე ჩაგვით. იცი რა უნდა ვქნა? დაგატრიალები. ორი, სამიდან. გავიდა. ჰოპ. მიდი ქრისტო, მიდი. ჰოპ. მერე. Კიდე. Cette fois c'était la dernière fois que c'est une dernière fois mon derrière. Il est à côté de mes valises. Tu diras au revoir à ta mère. Elle qui t'y მოდი აქეთ შეროში მოდი. même pas tout ce que tu perds. გაი არ გამოიარე, მეტი ეგეც საკმარისია. არ უნდა ამ გოგოს მეტი არაფერი. არ ჭირდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ჩვენს მეგობრებს, რადგან ის ღამეებს ათენებს იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან კარგი მოცეკვავები ვიყოთ და მაკიაჟით ყველაფერი ძალიან კარგად გამოვიყურებოდეთ და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ვანო კანდელას ხარში დგომისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა მართლა თქვენს პედაგოგს, იმიტომ რომ გარდა ცეკვისას რუნავს თქვენს იმიჯზე, იმიტომ რომ გამოგიტყდები და მართლა განსხვავებული იმიჯი გაქვთ, როგორც შენ დღემდე ეხლაც ვერ ხვდები რა გაქვს თავზე. კი მითხარი შენ რომ ეს ლაკი და ჟელეთი არის დაფიქსირებული, მაგრამ ისეთი ძალიან ეფექტურია კონკურსში და სცენაზე. იმის საერთოდ აქვს რამე ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის. მართლა? დიახ, რაც უფრო კარგად გამოიყურები, მით უფრო თვალში მოსახვედრი ხარ მსაჯისთვის და რავი. ანუ განსაკუთრებით პირველ ტურში, როდესაც ძალიან ბევრი წყვილი ცეკვავს და ჩვენი გვაქვს მხოლოდ წუთი და 30 წამი, რომ ვთქვათ 18 წყვილიდან უნდა ავირჩიოთ 6. ნუ ბუნებრივია თვალი ჯერ გაგირბის იმ წვილისკენ, რომელიც ვიზუალურად არის ეფექტური. ანუ გარდა ვიზუალისა, მე მინდა გითხრათ, რომ არსებობს სტანდარტები, ჩაცმის წესები და ასე შემდეგ, როგორც აი ჩვენ ფედერაციის ბევრ წყვილს და მათ შორის ავთოს და ელენესაც აქვს დაცული ეს სტანდარტები და გვარდება თვალში, შემდეგ იწყებ დაკვირვებას და აი ეს თითეული 15 წამი, რომელსაც ჩვენ როგორც მსაჯი აკვირდები, არის ის, რასაც წყვილი იღებს საშუალებას რომ მიიღოს პლუსი. მე როგორც დააკვირდი, შეიცვალა მაინც იმიჯი, იმიტომ რომ ადრე სულ ყველა მოცეკვავე ქალს ქონა გადაწეული რაღაცნაირი თმები და ეხლა ძალიან მოდაშია, მე მგონი მოკლე მარცხნილობა და გაშლილი. მე მგონი მოკლე კი არა, უფრო საიმიჯო, სახასიათო, განსხვავებული, მაქსიმალურად ცდილობენ რომ იყვნენ ერთმანეთისგან განსხვავებულები. ხო, გეთანხმობ, მაგრამ მაინც სპორტის სახეობაში ძალიან ბევრი დიზაინერი და სპეციალიზირებული ატელიები მუშაობენ, რომლებიც აკვირდებიან ის რა უხდება, თუმცა არის მაგალითად ეგეთი ვარცხნილობებიც, რომელსაც უფრო უხდება გადაწეული და რა ვიცი, სვაროვსკის გააჩნია ალბათ ხო. მე არ ვიცი, სიამოვნებით ნახავდი კიდე ერთ სიამოვნებით. კრისტინეს სიამოვნებით უყურებ, აგე მოვყავა რომ ყოველ ორშაბათს ფაქტიურად და თუ შეიძლება კიდე ერთხელ დაგვატკბეთ თქვენი ცეკვით. ამას გამოვწერთ თორე დავიტანჯე, წეღანაც ვინერვიულე, ცოტა ჩვენ თოლს აი ასე შემოვწევ. ხალი და არ სკადდება.
ძალიან დიდი იცით რა მაინტერესებს, რომელი ასაკიდან დაიწყეთ თქვენ ცეკვა? მიკროფონი. ჩვენ სულ წყვილში 2 წელია რაც ვცეკვავთ. და მანამდე? მანამდე 11 წელს ვიყავი, როდესაც მე დავიწყე ცეკვა. 11 წლის და თქვენ? მე სულ 2 წელი არის ვცეკვავ, ეხლა მალე დაიწყება მესამე წელი და მანამდე არ ვარჯიშობდით ან ვარჯიში ან რაღაცაზე არ იმიტომ რომ ისეთ მონაცემები გაქვთ რამის საბალეტო. მანამდე მე მგონი მზეზე იწვა და ეფიქსებოდა რომ ეს ფერი მიიღო. მანამდე 4 წლიდან დავდივარ ფიგურულ სრიალზე. 7 წელი დავდიოდი და შემდეგ რაც გარიქვას პრობლემები იყო და ყინული გაქრა. გადნა და ჩვენთან გადმოვიდა. და ისა მე ბებიაჩემმა შემომიყვანა ფიგურულ სრიალზე. ძალიან დიდი მადლობა ბებიაზე. ძალიან დიდი მადლობა. საერთოდ ბევრ ბებიას აქვს ღვაწლი თავისი შვილიშვილის მერე ძალიან დიდ კარიერაში. კიდე რა ვიცი, ძალიან კარგი არის რომ შემოვედი ამ ცეკვებზე, იმიტომ რომ შეიძლება აქამდე არ გამეგრძელებინა რომ ეს ყინული არ დამძნარი იყო და ძალიან არ შემოვიყვანე ბებიაჩემს. ძალიან კარგი. კარგი, საერთოდ როგორი მდგომარეობაა, ასე ვთქვათ, წარმატებები ჩვენი სპორტსმენების? დიახ, ჩვენ გვიხარია ჩვენ ფედერაციას, რომ ამ ბოლო პერიოდში უფრო პოპულარული ხდება სპორტული სამეჯლისო ცეკვები, იმიტომ რომ არსებობს სატელევიზიო პროექტი, არსებობს მხარდაჭერა სპორტის სამინისტროს მხრიდან, ამ მხარდაჭერის საშუალებით ჩვენ ვახერხებთ ჩავატაროთ წელიწადში ერთხელ დიდი საერთაშორისო შეჯიბრი 20-მდე ქვეყანა ჩამოვყავს ყოველთვის მაისში და ვახერხებთ იმას, რომ ნელ-ნელა ჩვენი წყვილები გავიდნენ უკვე საზღვარგარეთ. აი მაგალითად აი თუნდაც ის ფაქტი, რაც მე აღვნიშნე, რომ მათ მოუგეს მსოფლიო ჩემპიონატის წყვილს, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ეს წვილი გაგვეშვა თავის დროზე მსოფლიო ჩემპიონატზე, იმიტომ რომ მას ფინანსები სჭირდება. თუმცა აი ამ საერთაშორისო შეჯიბრზე მათ დაამტკიცეს თავიანთი რანგი. შესაბამისად მომავალ წელს გვინდა რომ დაუგეგმოთ 1-4-5 შეჯიბრი უკვე ახალგაზრდების ქვეჯგუფში მათ და ასევე ჩვენს წამყვან სხვა წყვილებს, რომ და ყველას წარმატებებს ვსურვებთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა მე მინდა მადლობა უთხრა ყველას, ვისაც რეკლამა მოაქვს ჩვენთან და ჩვენ მეონდელი გადაცემა ამით სრულდება. ახლა გრიფინი. შენ ნათქვამის სხვა. მეც გინდა რომ მადლობა უთხრა ყველას, ვისაც რეკლამა მოაქვს ჩვენთან. და ვინც ესეთი გაგაჩინა, რა მოდი იმას ვთხარი მადლობა. მადლობა იმასაც, ვინც ესეთი გამაჩინა. ასულა ჩვენი გადაცემა. ავედი. მეორე შაბათამდე. ამანტებები ჩაუღარამდე.